ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელ გადაცემაში მოვიწვიე ჟურნალისტი, პროფესორი, ტელერადიო წამყვანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კონფლიქტოლოგი, პოლიტოლოგი. ზურა, ისა, მოიცადე კაცო. რამდენ ადამიანს რო პატიჟებ, ადგილი გვაქვს ამდენი კაცო, სად დავაჯინოთ? ჩემო ამიკო, საქმეც ამაშია, რომ ყველაფერი ეს ერთ ადამიანშია გაერთიანებული. გთხოვთ მივესალმოთ ლალი მოროშკინა. Salvador Lali, როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებით და ახლა ვფიქრობ, პირველი კითხვა წიგნთან დაკავშირებით დაგისვათ, პოლიტოლოგიასთან დაკავშირებით, კონფლიქტოლოგიასთან დაკავშირებით, თუ უბრალოდ მეგობრულად შეგეკითხოთ, როგორ ხარ ლალი? ის მითხარი, კაცო, დღეა თუ ღამეა, აღარ შემიძლია, მიჩვეული ვარ, დილით გხედავ ხოლმე და ეხლა რომ მოვდიოდი საღამოშვიდობის უნდა. ო, რაღაცა ცოტა შემიშინდა. ხო, რაღაცა დილასთან ხარ ასოცირებული. ჩემთვის დილა ხარ. ნუ, ჩვენთვის დილა არ არსებობს, ყოველი წუთი არ გამოვიდა რაღაცა. არ წავიდა ეს ამბავი ხო. ხო, მოკლედ რას თავარია ჩვენთან ხარ სტუმრად და ძალიან გვიხარია კიდევ ერთხელ მივესალმოთ Salvador Lalis. მადლობა. ეს კონფლიქტოლოგია ვახსენეთ ჩემო ლალი და რა მაინტერესებს იცი? მოგვარების განხრით უფრო ხარ თუ ამ კონფლიქტების გამოწვევის მიმართულებით? იცი რა, ხო იცი, ასაკი მე მართავს ყველაფერს და ადრე ვიწვევდი და ახლა ვალაგებ. ხო, საკუთარ გამოწვეულს თუ სხვის გამოწვეულ კონფლიქტებსაც? ჯერ ის ადრე გამოწვეულს ვალაგებ. ისე ახლა რა თქმა უნდა ჩემი თქმა არ გჭირდება და ყველა დამეთანხმება რომ შესანიშნავად გამოიყურები და ყველაფერ ამ სიკეთესთან ერთად ლალი არის ბებია თუ ვინმე მარიცის და ვინდა ხოცებოდა ახლა საღამოს ეთერში. ვინდა შვილიშვილის დილას არ უყურებს ის კატეგორია მე რო ვეპრანჭები ძინავთ და უმალავ საკუთარ შვილიშვილს რო ბებია ხარ? არა, მაგრამ კიდე ხوارსებენ ადამიანებს კატეგორია რო არ არის ბებია. ცაც ეთერიდან აჯახო. იცი რა, ბევრი ბებია ჟობს არა ბებიასო, ხო გაგიგიათ ეს ძველი ეგვიპტური გამოთქმა. კარგი. ასე რომ არ არის ეს დასამალი. ეხლა რა მაინტერესებს, მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი. ხო, რადგან აი ესეთი ამ მიმართულებით წაიყვანე, არ ვაპირებდი, მაგრამ აჰა. გამოგიწვიე. მე ბებია, ბებია. ილიკო და ილარიო. მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი. ეს ეხლა ყველაზე გახმაურებული რომანი იყო შენი თუ კიდევ სხვა რომანებიც იყო? რა გინდა ეხლა ვერ არაფერი, ბებიობაზე ლაპარაკი შენ არ გინდა, რომანზე ლაპარაკი შენ არ გინდა და რა, აბა სიმღერაზე აგერდა ცეკვაზე ამიკოს ეს საუბრე. გადასარევ, დიახ, ხო. ამიკო ცეკვაზე აბა კითხე რა მე ისო ფორმაშია და ბევრის კონკურენტით შეიძლება იყოს. ხო და რა გინდა, რა გაინტერესებს? აი ხა შენ ხლართავე ხარ რაღაცას. კი, ხლართავ. მე ძირითადად მაგაში მიხდიან ჯამაგირს რომ პრეზიდენტთან არაფერი. პრეზიდენტთან არც ერთთან. არც ერთთან. განსაკუთრებით ერთთან მაინტერესებდა, მაგრამ არც ერთთან. არც ერთთან, გასაგებია. ისე შენი ნათქვამია, რომ ადამიანი ყოველ 10 წელიწადში ერთხელ იცვლებაო. მაგრამ მინდა საწინააღმდეგო თეზისი გამოთქვა, რომ ტყუილია ეს, იმიტომ რომ შენ 10 წლისინ როგორიც იყავი, ზუსტად ისეთი ხარ ახლა. 20 წლისინ როგორიც იყავი, ზუსტად ისეთი ხარ ახლა და 30 წლით ასე ხ მივა 100 წლამდე და მოიცა რა გამოდის ახლა რომ მე არ გვინდა ახლა. მე-6 ვერსიას მივუახლოვდი მე თვითონ. ესე გამოდის ხო ყოველ 10 წელიწადში უკვე მე-6-ისკენ განახლებულს. აუ. არ არის ეს თლათ არა, კარგი, მე მომწონს ჩვენი განახლებული ვერსიები. კარგი, განახლებული ვერსიები. თუ მოგწონს ახლა ნახავ ახალ ვერსიას განახლებულს ერთი წილკნელი ბიჭია. განახლებული. და სხვათა შორის რაღაცა კარგი პერსონაჟი ვარ, რომ ასე ამბობს თვითონ და რომელიმე წიგნში იქნებ რომელიმე პერსონაჟის ადგილი მომიძებნოს და ჩამსვასო და აბა, რა შეუძლია? ხომ არ იქნები წინააღმდეგი რომ მოვიწვიო? რა შეუძლია რა? აი ახლა თვითონ გეტყვის რა შეუძლია. წილკან შემოцкრიალდი. და პარჯობა, გამარჯობა. როგორ ხარ? როგორ განდებით Salvador Lali? როგორ ხარ? აბა შენი წილკან არ შემარცხვინო? როცა ლალი არ მოდის წილკანასთან, მაშინ წილკანა მოდის ლალისთან. ხო გაგიგია? როგორი ერუდიტია?
ნანახიც გექნება ძმო. რა თქმა უნდა. როგორ მოდიხარ? ო, არის ყველაფერი რა. ქალბატონო ლალი, მე თქვენი ძალიან დიდი თაყვანისმცემელი ბრძანდები. აბა. და სხვა თაყვანისმცემელებისგან მაგრა ნაბეგვიდანაც. რატო თან ყვებოდი ხოლმე? ო, რა ვიცი, ახლა ბევრი თაყვანისმცემელი ყავს და ძნელი არის, ძნელი მაინც ახლა. ხო, გაუგებთ ერთმანეთს. სხვათა შორის მე თქვენი წიგნი ძალიან მომწონს რა. ის რა დაწერეთ რა. სოფლიო ჩემპიონი, პრეზიდენტი და მე. არა, სხვანაირად თქვი, ხო გავარჯიშე. მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი. მე თიწება. მე უკრინა დავიწყი კითხვა ძმო. თავისუფალინება მაქვს. შეზღუდული არ ხარ. ო, რა. სხვათა შორის ზურე შენ რო იცოდე რომ ზიხარ მათ. ქალბატონო ლალიმ ჩემზე დაწერა წიგნი. ვაი? ყველა კაცი იდიოტი არ არის. მაგრამ მე მეორე ხარისხოვანი როლი მაქვს მაგრამ. წაყნა რა გარდამინდო. სხვათა შორის თქვენი არ იყოს მეც დავწერე წიგნი. უსექსობა პატარა სოფელში. ვერათ ქალაქზე უსექსობა პატარა ქალაქში დაწერე და მე სოფელზე დავწერე. თქვენ სოფელში უნდა ნახოთ უსექსობა ქალბატონო ლალი. ისეთი ამბავია ტაქსიობა. რას ლაპარაკო? მოიცადე ხა ამბავი და გააქტიურდა. არის ხა. ესე იგი. აბა? ჩემი ქალბატონები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სოფლებიდან არიან კახეთის. ვენაცვალე გულში. დიდას გეფიცები. მთელი დღე მიდის ლაპარაკი ვინ ვისთან, როგორ რამდენი მოთხარ. კიდე ერთხელ გაჭორავთ თბილისელ ქალებს და არ ვიცი რას გიზავთ. სოფელში ამბები ხდება. ზურა, რას ლაპარაკ? სანახიროზე ამბები ხდება დილით იმის არა, სასწაულია. მოგე სასწრაფოდ ახალი ფორმატის გადაცემა შევქმნათ ზვიად მე მიმართავ. მგონი საერთოდ ესეთი მთავარი ამბავია ეს და კარგია კაცო დემოგრაფიაზე საზრუნია და ხო მაგას ოღონდ ლაპარაკი კი არ უნდა მაგას. არა მარტო არ ლაპარაკობენ ის ქალბატონო ლალი. გარჩევა მიდის თორე ჯერ ეხლა რო შემოდიხო სულ ავიბენი თქვენ რო დაგინახეთ რო გავიგე თქვენთან უნდა შემოსულიყავი რო წერდი ხუმრობებს რო ფიქრობდი რაღაცა მუზავს სულ სხვა მხარეს წამიყვანა რა რომ ეხლა ნუ ფიქრობ ცუდზე ნუ რაფერზე სიმღერისკენ წამიყვანა ხო დავწერე თქვენზე სიმღერა ჩანგალ თელი ფათი შევაჩერე როგორ არ წამოვიდე რა მოიცადე ხლა არ გინდა ხალ სხვა თემაზე გექნება შენ სიმღერები დაწერილი მე მაგ და ვიმღერებ რა პრობლემა არის ეხლავე დაუშვით ლალები მაყვალს გიგავს თვალები რომ დათვრები ყველა უნდა გადავმალოთ ჩანგლები მოიცა სილგან გეყოფა არ არის საჭირო შემარცხვინე ეხლა არ არის საჭირო სულ ამ თემაზე სიმღერა და ამ თემით პედალი კარგი ძმო მაშინ კახეთის მხარე უყვარს და მაშინ ღვინოზე ვიმღერებ ეგრე რა შეიძლება ღვინო კარგია მინოს დავლევ წყალს არა შენ გაგოცებ სხვას არა ადანდალი ჰეი ჩხუბში არ ყავს ბადალი ჯიბეში მაქვს ახალი ჩემი ოქროს ჩანგალი ისევ ჩანგალი არა ბიჭო შანდალი დამაცადე ეს ყურაფერს არ დაგაწევ მაშინ მე მაპატიეთ უკაცრავად ბოდიში მოდი ეხლა არ გამაჩეროთ არავინ პირადად თქვენ მოგიძღვენით ეს სიმღერა თელეგრამი მეცადინო მიდი გავში შენ ჩემი ზღაპრის მზე თუ ნახავო ნატურის თვალი ხარ მთელი სამყარო ზეციურ ქვეყნის მშვენება ხარო ნატურის თვალი ხარ მთელი სამყარო ლალი ჩემო ლალი როგორ შემაყვარე თავი ой როგორ მენატრება ლალი შენთან საუბარი როგორი იყო ეგრე რა შეგიძლია ესე იგი შეგიძლია ყოჩა ხწილკან კიდე ყოჩა მაქვს ერთი სიმღერა ზომო კიდევ გაქვს როგორც კლინიკისა ლირიკული არა კლინიკურიც არ იყო ცუდი ვერსია დაუშვა და დაგანებებს თავს აწავალმე პირველად იყო ფანოღი კლარნეტი მრავალხმიანი ასე შეიქმნა წილკანში ადამიანი ყოჩა ხაი გამოასწორე შეგძლებია ნელა წინ მივდივარ ხო წინ და მაგვა ეხლა ქალბატონო ლალი
მე გავალ ადამიანურად და ერთი აი რაღაც აზრს გეტყვით. ციკლს რო დაწერთ შემდეგში, აი ადგილში, აი პერსონაჟს ჩამაკვეხე მე. ღირსი ხარ, ოღონდ მიმღერე ხო? მე დამწერ და შენ იმღერე. ხო ვერღა მეგიმღერებს. არ არის პრობლემა და მე რეიტინგული იქნებით თქვენსა და ბატონო, ჩვენი. აბა კარგად ბრძანდებოდეთ? მოგილაპარაკეთ. წარმატებას გისურვებთ, გაიხარეთ. კარგად. ახალგაზრდა ტალანტები. ანუ კლინიკური. ხო, მაგ მიმართულებითაც უნდა იმუშაოთ. ჩვენი სტუმარი იყო ლალი ბოროშკინა.